კეთილი, მოდით, მაშინ შევარჩიოთ ასე ყურადღებით პროდუქცია, რომელსაც ნინო გვიმახვილებდა ყურადღებას და ჩართოთ უკვე ირმა ჩვენ საუბარში და გითხრით, აი რა შეთავაზება გაქვთ თქვენ დაუშვათ, რას არჩევით. მოგესალმებით. მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ექსკლუზიური ბრენდი ფრანგული დერმოკოსმეტიკა ნორევა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბევრად უფრო საიმედოა. რატო არის საიმედო? კლინიკური კვლევებით არის ეს ყველაფერი გამტკიცებული. მისი ეფექტურობა, მისი უსაფრთხოება. ყოველთვის ვამბობთ, რომ აი თუ რამე პრობლემა აქვს ადამიანს, რაღაცა მისი კანის პრობლემის მოსაგვარებლად, ყოველთვის ჯობია რომ იყიდოს დერმატოლოგიური კოსმეტიკური ბრენდი. აუცილებლად. ეხლა რაც შეეხება ჩვენ კონკრეტულ შემთხვევას. გთავაზობთ აი დეოლიანეს ხაზის ორ პროდუქტს, ეს არის ბურთულიანი დეოდორანტი და სპრეი. ანუ ჩვენი ძირითადი მიზანია რომ ვებრძოლოთ ბაქტერიებს როგორმე. და თქვენ წარმოიდგინეთ რომ აი ეს დეოდორანტი გვპირდება ამას. რატომ? პირველ რიგში. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ჯერ რატო არის უსაფრთხო ბავშვებისთვის, ხო ამაზე გვაქვს ახლა დღეს ესე საუბარი. 91% მისი შემადგენლობა არის აბსოლუტურად ნატურალური ინგრედიენტებისგან. რა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს როდესაც მოზარდებში გვჭირდება ამ პროდუქტის გამოყენება. მე მგონი ყველასთვის მნიშვნელოვანია. დღეს ნამდვილად ყველა აქცევს ამას ყურადღებას. მეორე მთავარი არის ის, რომ არ შეიცავს ალკოჰოლს, როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა. მესამე, აი ჩვენი ყვადაღებული შიშები, ხო? ალუმინის მარილები, რომელსაც არ გავაჟღერებთ, მაგრამ მოდის მშობელი და მაინც ითხოვს, რომ ალუმინის გარეშე არ შეიცავს ალუმინს. აი ეს ყველაფერი უკვე მის საფუძველს გვაძლევს, რომ 10 წლიდან ოფიციალურად აქვს წარწერილი. თავისუფლად შეგვიძლია რომ შევთავაზოთ მოზარდებს. კიდევ რა უპირატესობებს ეფექტურად რომ ებრძოლოთ იმას, იმიტომ რომ ხო, ზუსტად ამაზე ყველას გამოგვიცდია სხვადასხვა ალტერნატიულები, რომლებიც არ შეიცავენ მსგავს, მაგრამ იმასაც ვერ აკეთებს, ვისაც შევიძინეთ და აი მე უკვე ვიბნებით. ნუ გვპირდება 24 საათის განმავლობაში, რომ სუნი არ შეგვაწუხებს. თან გვპირდება იმას, რომ აი სისველეც არ შეგვაწუხებს იღლიაში. თუმცა ეს დეოდორანტია და არა ანტიპერსპირანტი? ეს დეოდორანტი. და ორივეზე გვპირდება ამას. თან გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოა აბსოლუტურად. ეხლა რატომ? ნუ ბუნებრივია შემადგენლობაში უნდა ვეძებოთ ამისი თავი და თავი. ძალიან საინტერესო შემადგენლობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა რამდენი დერმატოლოგი მუშაობს ამის შექმნაზე, ხო? და მასში არის ესეთი განსაკუთრებული კომპონენტი, ეს არის ტრიეთილციტრატი. ნუ რა არის? ეს არის ანტიბაქტერიული, ბაქტერიებს ებრძვის უბრალოდ, მათ გამრავლებას ებრძვის. და ასევე ებრძვის იმას, რომ ოფლის შემადგენელი კომპონენტები არ დაიშალოს და სუნი არ წარმოიქმნეს. კიდე ერთი ძალიან საინტერესო მიგნება, რომელიც აუცილებლად უნდა გავაჟღერო. აბა, ბრძანეთ. მის შემადგენლობაში არის მცენარეული, აი ესეთი კომპონენტი, რომელსაც ახასიათებს 5-ჯერ მეტი სითხის შეწოვა, რაც აქ თვითონ. წარმოიდგინეთ თქვენ. ანუ გვპირდება, რომ აი ამ სისველეს იღლიაში აალაგებს მთლიანად. სხვადასხვა სიმშრალეს გვპირდება ესევე სპრეი, რომელშიც არის ტალკი და ძალიან კარგად შეიწოვს და ნუ აი შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროდუქტები არის სამი ერთში დაცვა. ანუ ერთ პროდუქტში სუნი, ანტიბაქტერიული მოქმედება და ნამიანი იღლიის წინააღმდეგ ბრძოლა თან 24 საათის განმავლობაში. მადლობას გიხდით, გონი ყველა კითხვა დავსვი, რაც შეიძლება მშობელს გასჩენოდა და თვითონ მოზარდსაც, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მოზარდები არიან შეწუხებულები და ამის გამო შემდეგ მშობელი, რა თქმა უნდა, ძალიან ესეთ დღეშია თანაგრძნობის და ხელის გაწოდების რეჟიმში იმყოფება და მე მგონი ნამდვილად გაუწოდეთ ხელი თინეიჯერებსაც და მშობლებსაც, ვინც ამ გამოწვევების წინაშე დგახართ და ამან ნამდვილად არ უნდა დააქვეითოს ცხოვრების ხარისხი თინეიჯერისთვის, იმიტომ რა და ამის გადაჭრა ნამდვილად შეიძლება. ბუნებრივია გეთანხმებით. მადლობა. გაწუხებთ დაბანის მერე სახეზე დაჭიმულობა. დერმატოლოგიური ბრენდი დერმეტიკი გთავაზობთ სახის დასაბან ზეთოვან გელს, რომელიც ეფექტურად აშორებს მაკიაჟს და ჭუჭხს გაღიზიანებისა და დაჭიმულობის შეგრძნების გარეშე. აქტიური ინგრედიენტებია თერმული წყალი, სოიოს ზეთი, ავოკადოს ზეთი, ალანტოინი და გლიცერინი. მოგიყვებით შავთმიან ენაზე. შესაძლებელია ჩაჯდეს ბაქტერიები და სოკო და ეს მკვდარი უჯრედები უკვე ენიდან აღარ ჯორდება. რეკლამის შემდეგ გავარკვევთ რამდენად უსაფრთხოა მცენარეების სახლი. მე საკმაოდ ალერგიულო შესაძლოა მეც მქონდეს. ხოდა შეიძლება დიდი პრობლემა აღმოჩნდეს.